ადამიანი ობობაში დაბრუნებაში ვხედავთ, რომ პიტერი თითქოს მარტო სხვების დახმარების გარეშე მოქმედებს, მაგრამ თუ ფაქტებს დააკვირდები, მიხვდები, რომ ისაც პიტერს აქ ემართება, ტონი სტარკის მიერ მართული სასწავლო პროცესი და გამოცდაა. დავიწყოთ იმით, რომ ტონიმ პიტერის ზედამხედველობა ჰეფის დაავალა. ჰეფი კი თითქოს აიგნორებდა მას და SMS-ებზეც კი არ პასუხობდა. თუმცა რა თქმა უნდა ასე არ იყო. მაგალითად ამ SMS-ში პიტერი ჰეფის ეუბნება, რომ ბენდიდან წამოვიდა. ჰეფის თითქოს ის არც წაუკითხავს, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მას ტონიმ დაურეკა, გავიგეთ, რომ ტონიმ ამის შესახებ ჰეფისგან იცოდა. ეს რა იყო? ბენდის რეპეტიცია. უცნაურია, ჰეფი მითხრა, რომ ბენდიდან წამოხვედი. არც ჰეფი იყო ასეთი გონება გაფანტული ადამიანი. მას არასოდეს გამორჩებოდა ის, რომ პიტერმა GPS-ი კოსტიუმიდან ამოიღო, სასტუმროში დატოვა და გაიპარა. ჰეფი შეგნებულად აიგნორებდა პიტერს. უქმნიდა მას თავისუფლების ილუზიას, ხოლო რეალურ კონტროლს ტონი სტარკი ახორციელებდა. ეს კარგად ჩანს მაშინ, როდესაც პიტერი ტბაში ვარდება. ჰეფის თითქოს ეს არც გაუგია, თუმცა ტონი მაშინვე გაგზავნა დისტანციურად მართვადი კოსტიუმი მის დასახმარებლად. ობობას კოსტიუმის საშუალებით ტონი ფაქტობრივად ლაივში პიტერის თვალებითვე აკვირდებოდა მის ქმედებებს. მე ყველაფერს ვიწერე, რასაც თქვენ ხედავთ. ყველაფერს? ყველაფერს. გამუდმებით? ეს პროტოკოლი აუდიოთითაა. ნეტარ ამიგურს. არც კოსტიუმის დაჰაკვა იყო შემთხვევითი. ტონიმ პიტერს განზრახ გააგებინა GPS-ის არსებობის შესახებ. მან იცოდა, რომ პიტერი მის დაჰაკვას შეეცდებოდა. ამგვარად მან პიტერს მიცა საშუალება, რომ სისტემა შიგნიდან შეესწავლა და არა მოსაწყენი ლექციებით. რაც შეეხება სვავს, ანუ ადრიან ტუმს, სტარკს, რომელიც შტურმით შევარდა ჰიდრას ბაზაზე, იმის გამო, რომ უცხოპლანეტური ტექნოლოგიებით ცუდ ტიპებს არ მიესაკუთრებინათ, არასოდეს გამორჩებოდა ის, რომ ჩიტარის ტექნოლოგიას მის ხვირწინ ვიღაც იპარავდა და ყიდდა. თუმცა სვავი დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა. მას არ უნდოდა სამყაროზე ბატონობა. ის ცოტას იპარავდა და მეტი არაფერი. ამიტომ მისი გამოყენება, როგორც პიტერის სასწავლო პროცესი, უფრო მომგებიანი იქნებოდა. არც ისაა შემთხვევითი, რომ შურისმაძიებლების ტექნიკა ტონის ერთად გადაქონდა და დაცვად მარტო ჰეფი დანიშნა. ეს ტონის მიერ დაგებული ხაფანგი იყო და ამ ხაფანგში სვავი გაება. მანამდე ტონიმ პიტერს კოსტიუმი წაართვა და ამით აიძულა იგი, რომ გაევლო იგივე გამოცდა, რაც თავად გაიარა ფილმ რკინის კაცის სამში. პიტერს უნდა დაემტკიცებინა, რომ ის გმირია ჯავშნის გარეშეც. თუ ამ კოსტუმის გარეშე არაფერი ხარ, მაშინ მისი ღირსი არც ხარ. ამგვარად მივიღეთ პიტერისა და სვავის ბრძოლა. მაღალ ტექნოლოგიური კოსტიუმისა და სხვა გმირების ჩარევის გარეშე. უკაცრიელ ადგილას, სადაც სხვა ადამიანები არ დაშავდებოდნენ და პიტერმა ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ტონი სტარკი არასოდეს ყოფილა უყურადღებო. ის იყო ძალიან კარგი, თუმცა ძალიან მკაცრი მენტორი. მან პიტერს ბრძოლებში ჩართვის საშუალება მისცა, თუმცა მუდამ თავად აკონტროლებდა სიტუაციას.